Fuck. გამარჯობა თუ არის თული და ყოველდღიური ადამიანი ამ ხალხს ესამოდი ხოლმე. იმედი კაი დრო გამო ძალიან იმედი. გამარჯობა. ახლა თუ არ გაქვს გამოწერილი, თუ გინდათ გამოიწერეთ უფასო. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და გადმოვალ შეკითხვით. თქვენ იცით ვინ არის ლენი უილიამსი ან არნოლდ სტრონგი? ვიღაც კი იქნება სამყაროში ასეთი სახელით, მაგრამ გეტყვით რომ ეს ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ ის ხალხი, რომლებსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგრამ თავიანთი სახელების და თანაც როგორც ლეგენდებს. მოკლედ ამ ვიდეოში გასაუბრებით იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავიანთი სახელი შეცვლა ან აიძულეს, ან შესთავაზეს, მაგრამ მათ საკუთარი სახელი არჩიეს. ვახსენე, აიძულეს ან შესთავაზეს. მოდით ჯერ ამაზე ვისაუბროთ. ჰოლივუდი არის ძალიან დიდი და ჩახართული სისტემა. გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ისეთი ქსელები ეხლარდება, ზოგიერთის გამოხსნა დღესაც შეუძლებელია, მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ქსელზე. ამისთვის საჭიროა გადავიდეთ გასული საუკუნის 20-ან 30-იან წლებში. ამ დროისთვის ჰოლივუდის სტუდიური სისტემა უფრო და უფრო ძლიერდება. ეს სისტემა კი უამრავ მოთხოვნას, წესსა და ვალდებულებას გულისხმობდა. სტუდია ორიენტირებული იყო მოგებაზე და ამ მოგებისთვის ადამიანების პირად ცხოვრებაში ხშირად ერეოდა უხეშად. სტუდიური სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო ვარსკვლავის ფენომენი. ანუ იყო ადამიანი, მსახიობი, რომელსაც აქცევდნენ ვარსკვლავა და შემდგომ ამ ვარსკვლავის სახელით იყიდებოდა პროდუქტი. ამიტომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ყოველმხრივ მიმზიდველი, მარტივი და დასამახსოვრებელი. ასეთი სახის შესაქმნელად უამრავი ადამიანი მუშაობდა, თუმცა ამ მრავალ მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახელი. ვინ ვართ ჩვენ თუ არა ჩვენი ვინაობა? კაი. ამ სისტემის გამო უამრავ ადამიანს მოუწია სახელის შეცვლა. ძირითადად იკვეთება რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი არის ეთნიკურობა, ასევე სირთულე და ასოციაციები. ახლა ეს რას გულისხმობს? არა ინგლისურენოვანი მსახიობი ვარსკვლავი ვერ გახდებოდა. შეიძლება ინგლისური სახელდაგვარი კი ჰქონოდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აუცილებლად მარტივად დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელი. ასევე ასოციაცია არ უნდა გაჩენილიყო რაიმე ნეგატიურთან, განსაკუთრებით პოლიტიკური თვალსაზრისით. მოკლედ ეს სქემა დროთა განმავლობაში გახდა სისტემატური ხასიათის და მსახიობის კარიერა ამ სქემის გავლის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელიც იყო. ამიტომაც არსებობს ძალიან დიდი სია იმ მსახიობების, რომლებმაც სახელები შეიცვალეს. და აი ახლა მივადექით იმ ადამიანებს, რომელსაც ამ გრძელ სიაში ვერ ვიპოვით. მე ავარჩიე 5 მსახიობი, რომელიც წინ აუდგა ჰოლივუდის ამ მოთხოვნას და ჩემი აზრით ძალიან სწორადაც მოიქცნენ, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებით თავიანთი სახელები უკვე დაუყვეს. 1929 წლის ფილმის ინტერმეცოს წარმატების შემდეგ ინგრიდ ბერგმანი ჰოლივუდში ჩავიდა. შვედმა მსახიობმა ჯერ იმით გააოცვა ამერიკელები, რომ უმაკიაჟოს წავიდა ასეთ შორგზაზე, შემდეგ კი მისი სიმტკიცით გაუგნდა ყველა. ჩვენ ახლა უნდა ვახსენოთ დეივიდ ოუ სელზნიკი. ვინ არის იგი? ის არის მსოფლიო კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი, პროდიუსერი, სცენარისტი და რაც ამ წამს ყველაზე მეტად გვაინტერესებს, MGM-ის აღმასრულებელი დირექტორი. მოკლედ ის იყო იმდროინდელი ჰოლივუდის მთავარი ტიპი, ძალიან გამჭრიახი და ძალიან ჭკვიანი ადამიანი. სწორედ მისი დავალებით მიიწვიეს 24 წლის ბერგმანი ჰოლივუდში, რათა ახალ ფილმზე ემუშავა, თუმცა რიგმა პრობლემებმა იჩინა თავი. ეს პრობლემები რასაკვირველია პირველ რიგში გულისხმობდა ჰოლივუდში შექმნილ სტანდარტებს, რომელშიც შვედი მსახიობი არანაირად არ ჯდებოდა. დეივიდ სელზნიკმა იცოდა, რომ ის ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარება, რომელშიც ცხოვრობდნენ, ბერგმანის კარიერისთვის იქნებოდა ხელისშემშლელი, რადგან მისი გვარი ჟღერდა ძალიან გერმანულად. ამიტომ დაისვა საკითხი, რომ მას უნდა შეეცვალა გვარი, იყო შეთავაზებები, რომ გამხდარიყო ან ბერიმანი, ან ლინდსტორმი. გარდა ამისა, იგი ფიზიკურადაც უნდა შეცვლილიყო. ჰოლივუდში ამ ეტაპს თითქმის ყველა მსახიობი გადიოდა, ამიტომ ფიქრადაც კი არ მოსვლია ვინმეს ის, რომ ბერგმანი წინააღმდეგი იქნებოდა მისი ხშირი წარბების კორექციის, მაკიაჟის გამოყენების, ვარცხნილობის შეცვლის და ასე შემდეგ. თუმცა მისმა შეუდრეკლობამ და სითამამემ გადარია სულ ყველა 24 წლის ბერგმანმა დეივიდ სელზნიკს პირდაპირ განუცხადა.
ფიქრობ დიდი შეცდომა დაუშვით, ინვესტიცია თვალდახუჭულს არ უნდა ჩაგედოთ. ვიფიქრე რომ ინტერმეცოში ვნახეთ, მოგეწონეთ და ამიტომ მომიწვიეთ, მაგრამ ახლა როცა პირადად შევხვდით, გინდათ ყველაფერი შეცვალოთ. მე მიჩვენია ფილმში არ ვითამაშო, შემდეგ მატარებელს გავყვები სახლში. დეივიდ სელზნიკი ვერ წყვეტდა ფიქრს ბერგმანზე. მიხვდა რომ ეს ახალგაზრდა ევროპელი ქალი იყო ყველაფერი იმის ერთობა, რაც აქამდე ჰოლივუდს არ ენახა. ამიტომ არ უნდოდა ეს განძი ხელიდან გაეშვა და გააკეთა ის, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. სელზნიკმა ბერგმანი ჰოლივუდში პირველ ბუნებრივ ვარსკვლავად აქცია. ინგრიდ ბერგმანი უნდა გამხდარიყო ბუნებრივი სილამაზის და ინდივიდუალურობის ნამდვილი ბრენდი. შვედური ვარდი, რომელიც რომანტიკულად შეარქვეს ბერგმანს, გახდა ერთ-ერთი პირველი ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც ამერიკულ სტუდიურ სისტემას წინ აღუდგა და გაუძლო მის წნეხს. 1974 წლის 11 ნოემბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა ევროპული წარმოშობის მქონე მსახიობი, რომელსაც მომავალი დიდებას უქადდა, თუმცა ამ დიდების მიღწევაში შეიძლება ხელი შეეშალა მის ეთნიკურ სახელს. მისი დედა ირმელინ ინდენბირკენი გერმანელი ემიგრანტი იყო, ხოლო მამა ნახევრად გერმანელი, ნახევრად იტალიელი ჯორჯ დიკაპრიო. ლეონარდო მცირეწლოვებიდან გამოიჩინა მსახიობობის სურვილი და როგორც თავად იხსენებს, მშობლებს მოსვენებას არ აძლევდა და მუდამ კასტინგებზე წაყვანას თხოვდა. ჯერ კიდევ ბავშვმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ეს საქმე მისი პროფესია უნდა გამხდარიყო. როგორც თავად მსახიობი იხსენებს, აგენტებს არ სურდათ მასთან მუშაობა. მის ანატოლებს უკვე ჰყავდათ აგენტები და იწყებდნენ კარიერას რეკლამებით, მცირე როლებით. ლეო კიდე არავის უნდოდა. როცა ოთახში იყვნენ ბავშვები და ყველას გამოუჩნდებოდა პატრონი და ყველა ვიღაცას ირჩევდა, მარტო ლეო რჩებოდა ხოლმე. ლეონარდოს ჰყავს უფროსი ნახევარ-ძმა, რომელიც ასევე მსახიობი იყო და მისმა აგენტმა 12 წლის ლეონარდო დიკაპრიოს განუცხადა, რომ შენ ამ სახელით ვერაფერსაც ვერ მიაღწევ, ჩემო ჯიგარო, რატო ლაპარაკობ ასე არ იყო და ასე არ იყო და ის ადამიანი. ლეონარდოს ჰყავს უფროსი ნახევარ-ძმა, რომელიც ასევე მსახიობობას აპირებდა და მისმა აგენტმა 12 წლის დიკაპრიოს განუცხადა. ამ სახელით ბევრს ვერაფერს მიაღწევ, ნაკლებად ეთნიკური სახელი უნდა დაირქვა. დიკაპრიო ვერ ხვდებოდა ეს რა საჭირო იყო, მაგრამ აგენტმა გადაჭრით უთხრა: დღეიდან შენ ლენი უილიამსი იქნები. ლეომ სახლში მიიტანა ფოტოსურათი, რომელზეც წაწერილი იყო მისი ახალი სახელი. როდესაც მამამისმა ეს სახელი ნახა, დიკაპრიო დაღუპვას გადაარჩინა. როგორ გააკეთა ეს, მე მგონი ჯობია რომ ლეოს მოусვინოს თვითონ. And then they gave me remember your first photos that you Oh yeah, headshots, yeah. And they said, your name is too, I finally got an agent. They said, your name is too ethnic. Your new name is Lenny Williams. And my dad saw his photo, ripped it up, and he said, over my dead body. And I said, ლენი უილიამსად გადაკეთება ლეოს შესაძლებლობებზე და უნარებზე რო გავლენას ვერ მოახდენდა, ეგ გასაგებია. კარიერულად რა შეცვლიდა, ეგ არ ვიცით, მაგრამ რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ამ ადამიანის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის სწორედ მისი უნიკალური სახელი, რომელიც შეინარჩუნა. ვიდეო, რომელიც ახლახანს განახეთ, შემთხვევით ნამდვილად არ ამირჩევია, რადგან მის აღმატებულება ლეონარდო დიკაპრიოს გვერდს უმშვენებს მისი უდიდებულესობა ბენისიო დელ ტორო, რომელსაც მსგავსი ისტორია აქვს, თუმცა მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ მის ამბავს. ბენისიო მონსერატ რაფაელ დელ ტორო სანჩესი 1967 წელს პუერტო-რიკოში დაიბადა და როგორც ვიცით, ბასკურ კატალონიური წარმომავლობა აქვს. მოკლედ ის იყო ბუკეტი ყველა იმ ხარვეზისა, რომლის გამოსწორებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა ჰოლივუდი. დელ ტორო 18-19 წლის იყო, როდესაც კოლეჯი მიატოვა იმისთვის, რომ მსახიობი გამხდარიყო. მისი ოჯახის წევრები სერიოზულად არ უყურებდნენ ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ ლოს-ანჯელესში გადასული ახალგაზრდა დელ ტორო გარკვეული პერიოდი თავის მშობლებს უმალავდა, რომ ესწრებოდა სამსახიობო გაკვეთილებს სტელა ადლერთან. ამ დაძაბულ გარემოს თან ერთვოდა აგენტების განცხადებები, რომ მისი წარმომავლობისა და ეთნიკური სახელის გამო ის ჰოლივუდისთვის არასასურველი იქნებოდა. ამერიკული სტუდიური სისტემისა და კინოწარმოების მოსახილად მისი ნიჭი და გარეგნობა საკმარისი არ იყო, ამიტომ აგენტებმა მას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს ახალი სახელის ამოსარჩევად. ეს ვარიანტები იყო ბენ დელ ან ბენი დელ, ასევე ბენი დელავერ. კიდევ იყო ერთი ვერსია, რომელსაც მოდი მოგასმენინებთ.
My last name is Del Toro, which means of the bull. Of the bull. Of the bull. Oh, that's good. Right. And your name seems like it would be agents would just want to. Did they try to come up with some hip, cool, short? A little bit. Benny the Bull. Benny the Bull. Yeah, that's not bad. If you're a porno actor, that'd be great. Yeah, Benny the Bull. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა გეტყვით იმას, რომ არც ამ სახელს და არც სხვა შეთავაზებებს არ დათანხმდა და იცით რა მოხდა მალევე? 21 წლის დელ ტორომ განასახიერა ფსიქოპატი ბოროტმოქმედი დარიო ფილმში მკვლელობის ლიცენზია. საგულისხმო კი ისაა, რომ ეს ეთნიკური სახელისა და მცირე გამოცდილების მქონე მსახიობი აიყვანეს ასეთ საპასუხისმგებლო როლზე. მანამდეც და შემდეგაც ჯეიმს ბონდის ბოროტმოქმედები ასაკით უფროსი პერსონაჟები იყვნენ. მაგრამ როგორც ცნობილია, ფილმის რეჟისორმა ჯონ გლენმა მის თვალებში დამალული საფრთხე შენიშნა და პუერტო-რიკოელი მსახიობი გახდა და დღემდე რჩება 007-ის ყველაზე ახალგაზრდა ანტაგონისტად. მის ეთნიკურობას ასე მარტივად ნამდვილად არ შეგუებია ჰოლივუდი, ამ როლის შემდეგაც ჰქონდა მას პაუზა, თუმცა იგი მაინც რჩებოდა როგორც ბენისიო დელ ტორო. აი 2001 წელს კი ფილმ ტრეფიკში განსახიერებული ხავიერ როდრიგესის როლით მან დაიმსახურა ოსკარი, რითაც გახდა მეშვიდე მსახიობი, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა არაინგლისურენოვანი როლით. მეტი რაღა იქნა ამ კაცს, გთხოვთ დაგვიწერეთ კომენტარებში, აუცილებლად გაგვიზიარეთ, კიდე ის გაკეთება შეიძლებოდა. სოფლიო კინოლეგენდა ჰარისონ ფორდის გახდა ამ ჰოლივუდური გამონაგონის სამიზნე. ყველაზე cool სახელის მქონე კაცსაც კი გამოუძებნეს სახელში წუნი და შესთავაზეს, რომ შეეცვალა ის. მიზეზად დაასახელეს ის, რომ ჰარისონ ფორდი ჟღერდა ზედმეტად პრეტენზიულად. ფორდი გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაერთო კინოსამსახიობო ხელოვნებაში და ჰოლივუდელმა აგენტებმაც მისი არამხოლოდ სახელის, არამედ ტიპაჟის შეცვლა მოინდომეს. მათ მოსთხოვეს ფორდს თმის ვარცხნილობა ელვისის წელს შეეცვალა, რაც რასაკვირველია არ გააკეთა, მაგრამ ცოტა განსხვავებულად მიუდგა სახელის საკითხს. ვისაც მისი ინტერვიუები ნანახი გაქვთ, გეცოდინებათ როგორი სარკასტული ადამიანია, ვისაც არ გაქვთ ნანახი, გეტყვით, რომ დიახ, არის სარკასტული ადამიანი, ირონიული იუმორით გამოირჩევა და ძალიან პირდაპირი კაცია, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება თავისი პირადი პოზიციის დაფიქსირებას. მისი სახელის შეცვლის საკითხი ორჯერ დადგა დღის წესრიგში. ერთხელ, როდესაც კინომსახიობთა გილდიაში უნდა გაწევრიანებულიყო და პრობლემა იყო ის, რომ ამერიკის კინომსახიობთა გილდიაში ვერ გაწევრიანდება ორი ერთნაირი სახელის მქონე ადამიანი. ჩვენ ჰარისონ ფორდამდე კი ამ გილდიაში გაწევრიანებული იყო სხვა ჰარისონ ფორდი, უხმო კინოს დროს მოღვაწე მსახიობი, რომელიც იმ დროს, როცა ჩვენი ჰარისონი მოღვაწეობდა, ცოცხალის კი არ იყო. ამიტომ ჩვენმა ჰარისონმა გამჭრიახობას მიმართა და დაიმატა შუა სახელის მქონე ინიციალი J. ანუ ჰარისონ J ფორდი გახდა, თუმცა მას შუა სახელი საერთოდ არ აქვს და ამ სახელითაც დიდხანს არ გაჩერებულა და დღესაც უკვე ჩვეულებრივ იმ სახელით მოიხსენიებთ ამ ადამიანს, რაც რეალურად ჰქვია. აი მეორე ამბავი კიდე ცოტა უფრო სახალისოა. 1960-იან წლებში ჰარისონ ფორდი გახდა კოლუმბია ფიქჩერსის კონტრაქტიანი მსახიობი. ამ დროს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჯერი ტოფოვსკი, რომელსაც სურდა ფორდს შეეცვალა სახელი, რადგან ძალიან არ მოსწონდა ჰარისონ ფორდის სახელი და ამბობდა, რომ ამ ბიზნესში მას არანაირი მომავალი არ აქვსო. გახელებულმა ჰარისონმა კი ახალ სახელად შესთავაზა კურტ აფერ, რომელიც იმ პერიოდის პორნომსახიობის სახელს უფრო გავდავიდრე ნორმალური ადამიანის და როგორც უკვე ვიცით, შედეგიდან გამომდინარე, არც ერთი სახელი არ დაუტოვებია, არის ჰარისონ ფორდი, მაგრამ მინდა განახოთ ვიდეოს, სადაც ძალიან კარგად ჩანს ჰარისონ ფორდის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. You were asked, or it was suggested early in your career that you change your name. Who the fuck wanted you to change from Harrison Ford? Jerry Dukovsky. Oh, is that true? So he wanted you to change your name. Yeah. You said Harrison Ford, and he went, "No, we can do better." Yeah, he said that's too pretentious a name for a young man. So what did you come up with an alternate name? Yeah. Jerry Dukovsky. I did come back the next day and I said my new name is Kurt Affair. Incredible. Yeah. That's a great name. Yeah, yeah. Kurt Affair. Yeah. It's Irish German name.
ჰოლივუდის მთა არ უშინდება მთასავით ხალხსაც. საჩაინტრო 1960-იან წლებში ავსტრიიდან ამერიკაში ჩავიდა მისტერ სამყაროსა და 7 გზის მისტერ ოლიმპიას ტიტულების მქონე არნოლდ შვარცენეგერი, რომელმაც გადაწყვიტა ბოდიბილდერის კარიერა, წაიყვანა შოუ ბიზნესისკენ. რასაკვირველია, ჰოლივუდმა მასში დიდი ნადავლი დაინახა, თუმცა ჰქონდა ძალიან ბევრი პრეტენზიები, რაც აუცილებლად გამოსასწორებელი იყო. ეს პრეტენზიები რასაკვირველია უკავშირდება მის ეთნიკურობას, მას უჭირდა ინგლისური სტრიქონების გამოთქმა, რაც წარმოადგენდა პრობლემას. Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში არნოლდი მან ამ თემაზე ღიად ისაუბრა და ასეთი ფრაზას თქვა: ამერიკელებს სურთ, რომ მათი კერპები ჯონ უენივით საუბრობდნენ და არა შენსავით. მართალია მისი ძლიერი ავსტრიული აქცენტის პრობლემა დუბლირებით გადაჭრეს, თუმცა რჩებოდა უფრო თვალში თუ ყურშიცაცემი პრობლემა სახელი, რომელიც ასევე გამოსასწორებელი იყო. მისი ჰოლივუდური დებიუტი შედგა ფილმში ჰერკულესი ნიუ-იორკში. პროდიუსერებმა გადაწყვიტეს ტიტრებში იგი შვარცენეგერად არ ჩაეწერათ და მართლაც თუ ამ ფილმის ტიტრებს დააკვირდებით, თქვენ ნახავთ, რომ იქ წერია არნოლდ სტრონგი, ანუ არნოლდ ძლიერი. ამით პროდიუსერებმა მისი სახელი უფრო ინგლისური ჟღერადობისაც გახადეს და თანაც ხაზი გაუსვეს შვარცენეგერის ბოდიბილდინგის იმ დღეებს, როდესაც იგი მისტერ სამყარო გახდა. ფილმი ჩავარდა 5 წლის განმავლობაში, მცირე როლებზეც კი არ ქონია მას შეთავაზებები, რაც რასაკვირველია მისთვის ძლიერ დაბრკოლებად გადაისახა და აი რას ამბობს თავად იგი. ბევრი რამ უნდა მესწავლა, ბევრი დაბრკოლება უნდა გადამელახა, მათ შორის ყველაზე დიდი დაბრკოლება, როდესაც ყველა გეუბნება, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. სახეობის შეუდრეკლობამ ნაყოფის გამოიღო და მალე მისი პირველი წარმატებული როლი შედგა ფილმში კონან ბარბაროსი. ამ ფილმს გარდა იმისა, რომ ჰქონდა როგორც ფინანსური მოგება, ასევე კრიტიკულად კარგი შეფასებები, მთავარი გამარჯვება, რაც არნოლდ შვარცენეგერმა მოიპოვა, იყო ის, რომ ტიტრებში იგი ჩაწერეს როგორც არნოლდ შვარცენეგერი და არა სტრონგიან ზევსი და ამირანი და რა ვიცი, მე კიდე ასე შემდეგ რაღაც მითოლოგიური არსება. მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერები დაჟინებით ითხოვდნენ მისი სახელის შეცვლას, ავსტრიელი კუნთოსანი მათ უწევდა წინააღმდეგობას და რასაკვირველია ძალაობაში მან გაიმარჯვა. არა სერიოზულად, მას ჰქონდა ერთი ძლიერი არგუმენტი, რომ კი შესაძლოა ამერიკელი აუდიტორიისთვის მისი სახელი ყოფილიყო რთულად წარმოსათქმელი ან დასამახსოვრებელი, მაგრამ სწორედ ეს სახელი ხდიდა მას ასეთ უნიკალურს და თუ ერთხელ წარმოთქვამდეს შვარცენეგერს, შეუძლებელია ის ოდესმე დავიწყებოდათ და ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც არნოლდ შვარცენეგერის სიტყვები ახლა შემოძვირფასებო. და მართლაც დღეს არნოლდ შვარცენეგერი არის უკვდავი სახე. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. გამოიწერეთ არხი, ძალიან კარგ გიზავთ. კომენტარებში დაგვიწერეთ რომელიმეზე თუ იცოდით ამ სახელის ისტორია და თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია შემდეგ ვიდეო ჩავწერო იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეიცვალეს სახელი. ასეთი კი ბევრია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის ამბავი ისტორია თუ რატო შეიცვალეს, ცოტა თავისებურია და უფრო საინტერესო და თქვენ თუ გენდომებათ, აუცილებლად ჩავწერ ამ ვიდეოს. ამიტომ გამაგებინეთ თუ გენდომებათ. თუ არ გენდომებათ კიდე ძალით ხო ჩავწერ. მაშინ მომავალ შეხვედრამდე და როგორც არნოლდ შვარცენეგერი იტყოდა თავის კლასიკა ფილმში I'll be back.